15 წლის ბავშვმა რატო უნდა დალიოს კრეატინი? რა საჭიროა? ნუ ლევანი ახლა ლევანია და არ ეწყინება რომ მესამეზე იყოს. იმიტომ რომ სულ პირველზე არის. მქონდა იმის ბედნიერება რომ 2005 წელს პირადად შევხვდი და ხელი ჩამოვარდი და ანუ ახლოს ნახე ეს კაცი და ის კაცი რო ყოფილიყო ამერიკელი. რა ვიცი, რატომაც გონია რომ კრაუჭიდი უკვე ოლიმპიადაში ვარ. ვაღიარებ რომ ყველაზე კარგად ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი. ორგანიზება იყო იდეალურთან მიახლოვებული. მოგესალმებით Redigo podcast-ის მეხუთე ეპიზოდით. დღეს ჩვენი სტუმარი არის ალექს ფრეწუაშვილი, მსოფლიოს ორგზის, ევროპის 7 გზის ჩემპიონი, დამსახურებული მწვრთნელი, კლავჭიდის აკადემიაში მოღვაწეობს მწვრთნელად და როგორ ხარ ალექს პირველ რიგში? როგორ გრძნობ თავს, როგორ მიდის მზადების პროცესი, როგორც მწვრთნელი შეგიძლია ილაპარაკო. ევროპის ჩემპიონატი მალე იქნება მაისში. საქართველოს ჩემპიონატი ჩავატარეთ და აი რომ მიმოვიხილოთ ეგ ამბები რა. მოგესალმებით, მე ვარ ალექსი ფრეწუაშვილი, მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, კლავჭიდელი რა თქმა უნდა. რაც შეეხება მწვრთნელობას, რამოდენიმე წელია ეს საქმეც შევითავსე სპორტთან ერთად და დღესდღეობით ვარ მწვრთნელი და ვფიქრობ, რომ წარმატებული მწვრთნელი ვარ. იმიტომ რომ უკვე მრავალი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გამოვზარდე ამ 5-6 წლის განმავლობაში. რაც შეეხება საქართველოს ჩემპიონატი ჩატარდა მხოლოდ 23 წლამდელებში და პარასპორტსმენებში და მინდა აღვნიშნო, რომ ამ როგორ თქვა, აი რაც ამ კრაუჭიდში ვარ, ვაღიარებ რომ ყველაზე კარგად ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი. ორგანიზება იყო იდეალურთან მიახლოვებული და რაც შეეხება ჩემს მოსწავლეებს, არიან კარგ ფორმაში, მზადება მიდის მართლაც კარგად ტრავმების გარეშე სპორტისტვის, რაც ყველაზე მთავარია, რომ რაც შეიძლება რომ ტრავმა არ იყოს, რომ სპორტსმენმა თავის წარადგინოს იდეალურად შეჯიბრზე. დადგა უკვე ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ბევრი ჩემი სპორტსმენი და კიდე ველოდებით ბევრ შედეგებს და რა ვიცი, იდეალურად მიდის მზადება რა. რეალურად ახლა ჯერ კიდე დიდები 18 წლები ჯერ კიდე იუნიორ ჭაბუკების ჩასატარებელია და დიდებისა რა თქმა უნდა და იქაც ძალიან ბევრ ჩემპიონს და მედალს ველოდები. ყოველ შემთხვევაში ესეთი იმედები მაქვს. და ვნახოთ რა იქნება რა ვიცი. ვერთით ყველაფერი დაალაგდება. კი, ალბათ ყველაფერი კარგად იქნება. სრულად წარმატებებს გისურვებ, როგორც პირად კარიერაში და პირად ასპარეზში, ასევე შენი მოსწავლეების კუთხით. ეხლა მე მაგალითად მეც რომ მწვრთნელი ვარ, ჩემთვის მე უფრო მეწვდერულობ ხოლმე მოსწავლეები რო გადიან შეჯიბრზე, ვიდრე ჩემ საკუთარ შეჯიბრზე მინერვიულია. კი. რეცო, ცოტა ხნის წინ ეხლა მანამ გადაცემას დავიწყებდით, ბევრი ვისაუბრეთ შენ ისტორიაზე. ზუსტად მე ვიყავი 2 წლის შე რო კლავჭიდი დაიწყე. მე კლავჭიდი დავიწყე 1998 წლის 15 სექტემბერს. პირველად რო შევდგი დარბაზში. შენ თუ 15-ში 3 წლის ყოფილი. და 2000 წლის ივნისში იყო მაშინ ევროპის ჩემპიონატი თურქეთში. და პირველად იქ გავხდი ევროპის პრიზიორი იუნიორებში, მაგრამ მის მერე იუნიორები აღარ ღირსები ესე რომ თქვა და გავაგრძელე დიდებში უკვე და მე უკვე დიდებშიც 1-2 ევროპა მოვიგე, 1-2 მსოფლიოს ფინალი წავაგე და ესე მოვდეო რა. აი ერთი კითხვა მაქვს. ეხლა წინაზე ჩვენს ყოდა ბესოლე გიაშვილი ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლავჭიდია და ერთ-ერთი ყველაზე
ძველი კლავჭიდელი ერთ-ერთი ახლა შენ ყავხარ. რეალურად ჩვენი გათხრაც ეგ არის, რომ თქვენნაირი სპორტსმენების წარმოჩინება უფრო გვინდა, რომ თქვენი თავი გავაცნოთ ჯერ ქართულ პოპულარიზაციას, ქართულ სოციუმს და მით უმეტეს თქვენი მაგალითით ახალი თაობები, რომლებიც უყურებენ, სწორი მაგალითი მიიღონ და სწორად დაიმოხტონ იმ ენერგიითაც და ინფორმაციითაც რეალურად. იმიტომ რომ დღესდღეობით ძალიან ბევრი დამწყები მკლავჭიდელია, ბევრი სწორგზასაც ადგას, ბევრი გზას არის აცელილი. მინდა პირველი კითხვით შემოვიდე, აი 28 წლის განმავლობაში რამდენი წელია მკლავჭიდში ხარ. როგორ აღიქვა განვითარებას, მკლავჭიდის განვითარებას, რა მოლოდინები გქონდა, მაგალითად რა მოლოდინები დაგიკვაყოფილდა, რა მოლოდინები არ დალაგდა, როგორც დასალაგებელი იყო. აი რას ისურვებდი, რომ უფრო მეტად გაგვეღრმავებინა და უფრო მეტი პროფესიონალიზმი შეგვემატებინა ქართული მკლავჭიდისთვის. მოლოდინები, ჩემი მოლოდინები იყო, რომ ყველა ახალი წელი იწყებოდა იმით, რომ მომავალ წელს კლავჭიდი ხდებოდა ოლიმპიური. და ეს 28 წელია ესე ხდება. და წინა ვიდეოში ხვალსანეთ ეგრე. მომავალ წელსაც მაგის იმედი გვაქვს, რომ გახდება, მაგრამ რა ვიცი, გახდება თუ არა ეს საკითხავია. რაც შეეხება განვითარებას, ერთი რაც კარგი გაკეთდა ეხლა და მივესალმები, რომ სავალდებულო გახდა, რომ დამწყებ სპორტსმენს ყავდეს აუცილებლად მწვრთნელი. ეს აუცილებელია. მწვრთნელი უნდა ყავდეს, რა თქმა უნდა, ჩამოყალიბებული და სერტიფიცირებულიც. მარტო ეხა სერტიფიცირებული იმას არ გულისხმობ, რომ ფურცელი გქონდეს, რომ ჩვენ სერტიფიცირება გავიარეთ. უნდა იცოდეს სპორტი და უნდა გრძნობდეს ამ ყველაფერს რა. რამდენჯერმე წავაწყდი მე ესეთ ვიდეოებს, რომ 15 და 16 წლის ბავშვები კონკრეტულად აი 55 კილო ავიღოთ, რომ დგანან ფეხზე და აკეთებენ 70 კილოს ეგრეთ წოდებულს ფრანცუსკს რო ეძახით. 15 წლის ბავშვს რო ყველაზე პოპულარული მოძრაობა. 15 წლის ბავშვს 55 კილოს რო 70 კილოს დააკავებინებ და ეუბნები მიდი მაგარი ხარ და უნდა გააკეთო. დღეს შეიძლება გააკეთოს, მაგრამ ხვალ და ზეგ იმას რა დაემართება კაცმა არ იცის. ყოველთვის ამას აღნიშნავ ხოლმე და ვეუბნები დარბაზში. ჩვენთვის თავარია რომ ჯანმრთელები ვიყოთ ჯერ პირველ რიგში. და მერე სპორტი. მე ესე მიმაჩნია. იმიტომ რომ სპორტი არის, მაგის მოწოდება ეგ არის, რომ ჯანმრთელობა. ეხლა რო ამბობენ რომ სპორტი ჯანმრთელობაა, კი, სპორტი ჯანმრთელობაა, მაგრამ პროფესიონალური სპორტი არ არის ჯანმრთელობა. მე მგონი დამეთანხმებით. პროფესიონალურ სპორტში ვერ ხარ ჯანმრთელი რა. როცა იქნება თავს რო დაანებებ, მე აღმოაჩენ რომ თურმე პროფესიონალი კი იყავი, რაღაც დონეზე საზოგადოებამაც გაგიცნო, ჩემპიონიც გახდი, შინაურულმა წრემ უფრო კარგად გაგიცნო რომ ვა ჩემპიონი ხარ და რაღაცა. გარეულებს იმიტომ არ ვამბობ, რომ კლავჭიდი არ არის ესეთი პოპულარული და ფართო საზოგადოება არ გვიცნობს სამწუხაროდ. ხო და ასე რომ ყველა მწვრთნელს აი ჩემგან ესე რა ვიცი ვეტყვი რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ და წონები სწორად შევურჩიოთ, რომ არ დავაზიანოთ რა ეს ხალხი რა. ანუ შენი პირველ რიგში 18 წლამდე სპორტსმენს რო ავარჩევ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იმიტომ რეალურად იმ ადამიანის ცხოვრებას რაღაც კუთხით განკარგავ, ის ჯანმრთელი აღიზრდება, არ იქნება ჯანმრთელი და დღევანდელმა შენმა დადებულმა შედეგმა შეიძლება ხვალძეგ ისეთი ტრავმა გამოიწვიოს, რომ არამც თუ კარიერა დაასრულოს, არამედ ცხოვრებისეულთაც რაღაცა შეაფერხოს ბევრ საკითხში რა. ანუ მე მაგალითად ძალიან მინდა იქით წავიყვანო ჩვენი საუბარი როგორც სამწვრთნელო კუთხით რა. იმიტომ რომ დღეს მაგალითად ძალიან ბევრი სპორტსმენი ვიცი, მეც ეხლა მეც მაგალითად შენც, შენ უფრო რა თქმა უნდა, იქიდან გვაქვს დაწყებული, როცა არ იყო არანაირი ინფორმაცია, საიდან უნდა გვევარჯიშა, ან რა დაგველია, ან როგორ აგვედგინა არ იყო. ეს ყველაფერი ნელ-ნელა ჩვენით ვისწავლეთ და ამას ძალიან დიდი დრო დავუთმეთ და ანუ რეალურად მაგ ყველაფერს ვასწავლეთ ახლა სხვებს. აი შენი შეხედულება მინდა რაზე დადო, იცი? აი
ჩემი თაობა მაგალითად. ეხლა შენ ჩემ თაობას კი ხვდები, ეხლა მე 30 წლის ვარ და 2012 წლიდან ვინც ასპარეზობს და ფილარმონიიდან რომ მოყვებოდა საქართველოს ჩემპიონატები ხო გახსოვს? აი მაგ პერიოდში მე ჩემის ვიძახი ხოლმე ყველასთან რომ ბევრად სხვა დონე იყო სპორტსმენების მეთქი. და დღესდღეობით ახალგაზრდა სპორტსმენები ყველა არის გადართული და მონდომებული იმაზე რომ მარტივი შედეგის მიღება უნდათ. და ძალიან ცუდია ეს ყველაფერი და მივდივართ იქითკე რომ ძალიან სამწუხაროა, მაგრამ იქით მივდივართ რომ სამედიცინო კუთხე ირთვება ამ ყველაფერში. მარტივად თუ შედეგის დადება უნდათ მიმართავენ მედიცინას, რაც ძალიან ცუდია. დამეთანხმებით რომ სრულად გეთანხმებით. ძალიან ცუდია და ძალიან ბევრი სავალალო მდგომარეობა მედიცინას გულისხმობ ფარმაკოლოგიას. კი, რა თქმა უნდა. აი პირადად მე ვურჩევდი აი აბსოლუტურად ყველას ვინც მიყურებთ, აი პირდაპირ გეტყვით 200-300 ლერის გაქცევას და რაღაც ვიტამინის ყიდვას ან ფარმაკოლოგიის აღებას, გერჩივნოთ, რომ სწორი მწვრთნელია იყანოთ, რომელიც სწორად გაგიკარგავთ ყველანაირ ვარჯიშს და ერთ თვეში და ორ თვეში რეალურად საგრძნობს არა, მაგრამ რეალურად შეგცვლით, ვიდრე რაღაცა მიიღოთ პრეპარატი ან თუნდაც ვიტამინი და არასწორი მზადებით წინ მაინც ვერ წახვიდეთ რა. კი, იმ ვიტამინს რომ მიიღებენ, დროთა განმავლობაში გამოვა ის ვიტამინი, რაღაც დონეზე ავა, მაგრამ ის ვიტამინი რომ გამოვა, ისე უკან დაიხევს. მერე ისევ იმაზე მეც მიიღებენ და ასე შემდეგ და ორგანიზმს რა თქმა უნდა აფუჭებენ. ყველაზე ჩვეულებრივად სპორტ მაგ ყველაფერს რა. ამიტომ ვეცადოთ რომ შრომა ჩავდოთ. მე იმ დროიდან მოვდივარ რომ ვიტამინი მაშინ იყო, მოდი ესე ვიტყვი რა გლეხურად, მაშინ ვიტამინი იყო კვერცხი, იყო ხაჭო და ბუნებრივი რაც იყო ხორცი და ესეთი რაღაცები და დღესდღეობით ბევრი რაღაცა არის, რასაც ამ ყველაფერს ჩაანაცვლებენ და ჩავანაცვლოთ ისე რაცაც გვთავაზობს თვითონ ვიტამინების მაღაზიები და არა ფარმაკოლოგია რა. კი ბატონო. აუცილებლად. ანუ საკვები დანამატი, ფარმაკოლოგია არის ის, რასაც არ უნდა გაეკაროთ, თუ გააზრებული არა გაქვთ, არასრულწლოვნები ხართ. ერთადერთ შემთხვევაში დავუშვებ გამონაკლეს და ვიტყვი რომ შეგიძლიათ გამოიყენოთ და ეგეც პასუხისმგებლობას მაგალითად ვერ აიღებს, თუ გადიხართ ისეთ ლიგაში, რომელ ლიგაშიც რეალურად ყველა იყენებს, მაგრამ მაგასაც ერთი არის გაკეთება, მეორე ჭირდება რომ მანდ ვერ გადიან გიგო. არასრულწლოვანი, მაგრამ ვერ გავა, მაგრამ ანუ რას გულისხმობ იცი, ანუ პროებიც რო გაახდნენ და იქამდე მივიდნენ თავით ინფორმაციით, მაგას ჭირდება ძალიან დიდი ყურადღება, ანალიზები, ცოდნა, რომელიც ცოდნაც დღესდღეობით YouTube-დან და ChatGPT-დან ესე მარტივად არ მოდის. აი ძალიან ხშირად მაქვს ესეთი შემთხვევა. მშობელი მოიყვანს ბავშვს ჩემთან, რომ უნდა რომ რაღაც განვითარდეს თავის შვილი, სპორტსმენი გახდეს რაღაცა. გადის 2 კვირა, 3 კვირა ვარჯიშის დაწყებიდან და მეუბნება მას რა დავლიო? წყალი, წვენი, ნატურალური. არა, სხვა რა დავლიო, სხვა რა უნდა დალიო? 15 წლის და 16 წლის ბავშვმა სხვაზე რატო უნდა იფიქროს, მაგრამ დღესდღეობით ეს ტრენდული გახდა. კრეატინი რო დავლიო, კაცო, კრეატინი უნდა დალიო მაშინ როცა საჭიროა. 15 წლის ბავშვმა რატო უნდა დალიოს კრეატინი? რა საჭიროა? რატო უნდა დალიოს პროტეინი, როცა არ არის საჭირო 15 და 16 წლის და 18 წლამდე მით უმეტეს რა ვიცი მე ვფიქრობ რომ არ არის საჭირო რა. მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ანუ შექმნილია ისეთი მდგომარეობა სპორტში, რომ ანუ იცი რა, რომ წინასწარ იცი რომ გახვალ შენ იმ შეჯიბს და იქ ვინც გამორან იმის ნახევარზე მეც აქვს, თუნდაც დანამატები მიღებული. შენ გიქმნის ალბათ იმის წინაპირობას, რომ აი მოდი მეც რო იმას დონეზე ვიყო მაგ მხრივ და რაღაც მინუსში არ აღმოჩნდა, მეც მივიღებ რა და მაგ შემთხვევაში ალბათ არის გამართლებული ერთი მხრივ, რომ თუ რაღაც დოზირებულად იქნება ეს მიწოდებული. ნუ როგორც ვამბობთ, ხა კვებიცი დანამატი არ არის არაფერი, ანუ მავნებლობა არ აქვს. უბრალოდ არ არის ჩვენ ვთქვით რომ არ არის საჭირო. 18 წლამდე ასაკში ხო. მაგრამ როცა იციან რომ აი გადიან თუნდაც 15 წლის ადამიანები ხო ბავშვები გადიან შეჯიბზე და იციან რომ იქ სხვები დახვდებიან ვისაც უკვე აქვს მიღებული. აი ეგ ალბათ ეგ არის რაღაც უსამართლობის შეგრძნებას უჩენს და მე მაგის გამო აკეთებს. მაგასაც ვეუბნები ხომ იმან რომ კრეატინი და პროტეინი დალია შენ 4ჯერ მეტჯერადი ბაგირზე. დღეს ხო უნდა იყოს ასულიყავი 10ჯერ. 15 ჯერადი და იმ პროტეინს და კრეატინს შენ ამით აჯობებ. მე ესეთი მიდგომა მაქვს ყოველ შემთხვევაში.
რატო უნდა მიიღოს არასრულწლოვანმა ეს რაღაცები ვერ ხვდები, იმიტომ რომ მეც ხო ვიყავი არასრულწლოვანი. თუ ჩემ დროს ესენი არ იყო და არ ვსვავდი, რა ვიცი ხოლა ჩვეულებრივად გავდიოდი შეჯიბრებებს და რაღაც შედეგებს ვაკეთებდი რა. ხო და მაშინ მართლა არ იყო და 2013 წელს რავი რამდენი წელსა ვიყავი, აღარ მახსოვს, მაშინ დავლე პირველად პროტეინი 2013 წელს. 2004-ში და 5-ში გავხდი ევროპის ჩემპიონი. მე რაღაც პაუზა მქონდა და 2014-ში და 15-ში კიდე ევროპის ჩემპიონი გავხდი. 2025-ში და 24-ში კიდე ევროპის ჩემპიონი გავხდი. 10 წლიანი ჩაგდებები გაქვს. არა, ჩაგდება არა, ესე რაღაც დავასვენებ ორგანიზმს დავასვენებ. ახლიდან დავიწყებ და არ არის საჭირო ნაადრევ ასაკში ამ რაღაცების დალევა. და მე ესე დღესდღეობით ну რამდენი წელი მოყვები და რეალურად რამდენი შეფასება შეგეძლო რომ გააკეთებინა. აი დღეს მაინტერესებს როგორ შეაფასებთ. აი დღევანდელობაში რა პრობლემების წინაშე არის ქართული და არა მხოლოდ ქართული მკლავჭით. ქართული მკლავჭიც უნდა რაც შეიძლება გაუწიოთ ყველამ ერთად სპორტსმენებმაც და ცოტათი სახელმწიფოც გვერდზე უნდა დაგვიდგეს და პოპულარული გავხადოთ. საქართველოს კლავჭიდით გაიცნო აი ეს ძალიან რო გამოჩნდა რა ქვია ლევანი საგინაშვილმა და ამ ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალური თემა ახობაც. ხო და მარტო ეს ორი ადამიანი ხო არ არსებობს კლავჭის, სხვაებიც არსებობენ და სულ მაგას ვამობ რომ ამათ დიდი მადლობა რომ ესეთი პოპულარული გახადეს კლავჭიდი, მაგრამ უფრო კარგი იქნება რომ სხვა დანარჩენი ჩემპიონებიც და მშრომელი მოზარდებიც და მოზარდები ან ჩემპიონებიც რომ გაიცნონ ხალხმა ხო? აგერ საქართველოს ჩემპიონატი რო ჩატარდა, ეხლა ჩატარდა პარაში და 23 წლამდელებში არ გაშუქებულა. ძალიან კარგი შეჯიბრი ჩატარდა, კარგად ორგანიზებული, მაგრამ ამ კუთხითაც რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა. იმეც ვიტოვებ რომ 18 წლამდელები და 15 წლამდელები რო ჩატარდება, დიდები რო ჩატარდება, იმედი მქონიათ რომ გაშუქდება და კიდევ უფრო ბევრი და დიდი საზოგადოება ნახავს ამ ყველაფერს. ჭიდაობას არ ვედრებით, მოჭიდავებს არ ვედრებით კლავჭიდელები, მაგრამ გრანცლები რო ტრადება საქართველოში თელმა ქვეყანამ იცის. იმიტომ რომ ერთი თვით ადრე დაანონსდება და ჩვენც ხო შეიძლება რომ დავაანონსოთ ეს რო ტარდება და ინფორმაცია რომ ვაკუუმში არ იყვნენ არც სპორტსმენები და არც მაყურებლები ხო თვითოულ კლავჭიდელ გამომსვლელ საქართველოს გამომსვლელს ოჯახის წევრი ხო მაინც აყავ 4-5 ადამიანი და ნათესავი ამ ყველა რო იცოდეს ეს როდის არის და რაღაცა გადაივსება დარწმუნებული ვარ რომ რა დარბაზშიც არ უნდა ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატი გადაივსება იმიტომ რომ ქართველებს მოგდევს სისხლში და გონებაში რომ ძალისმიერი სპორტია და აი ნაბახუსებები რო არიან და ნამთვრალებზე მოდით და შევეჯიბროთ ახლა ჭიდაობით ვერ იჭიდავით ტატამი გინდა და მაგიდას მოწევ და ხელს გადაწევ რა ბოლოს მაგ ხრივ ვფიქრობ რომ რაღაც პატარ-პატარა ზრები არის რა უკვე თუნდაც შენახსენე საქართველოს ჩატარება ახლა წლევანდელი საქართველოს თუნდაც წინა წლებთან შედარებით უკეთესი ორგანიზება ჰქონდა რაღაც ჩვენს დავინახეთ ეს და ვიხარია რომ რაღაც წინსვლები არის რა მაგ ხრივ და ვიმედოვნებთ რომ კიდევ უფრო განვითარდება, იმიტომ რომ ხო, განვითარებას არ აქვს ეს რაღაც საზღვარი, რომ აი всё ეხა უკეთესი არის და კიდე მეტი აღარ შეიძლება უკეთესი რომ გამოვიდეს. და ვიმედოვნებთ ჩვენც რომ კიდევ უფრო განვითარდება და ის რაც საქართველოს ნომერ პირველ ქვეყანას გუნდს კლავჭიდში ეკადრება, ეგეთი ჩემპიონატები ჩატარდება ხოლმე რა. აი კიდევ რა მხრივ თვლი რომ ჭირდება კლავჭიდს, ნუ გასაგებია პოპულარიზაცია ჩვენც ვცდილობთ რომ თუნდაც ეს გადაცემა იყოს ერთ-ერთი რაღაც პატარა აგური კი თქვენ ძალიან დიდი რაღაც სახით დავეხმაროთ კლავჭიდს, ქართულ კლავჭიდს რომ გახდეს პოპულარული. კიდევ რას ვფიქრობ აი რა ისე მინდა რომ გითხრათ, ერთი თქვენ უკეთებთ პოპულარიზაციას ამ კლავჭიდს, ესი აქტიურად და მეორე გიორგი ღვინჯილია დამეთანხმებით. ეს კაცი, რა ვიცი, მართლა რომ ყველაფერს დებს და მართლა ვეძახი ხომე თვით მკლავჭიდი ხარ მეთქი, იმიტომ რომ მართლა უყვარს და მართლა უნდა რომ განვითარდეს ეს სპორტი რა. აი რო არ მეთქო არ შეიძლებოდა რა.
მე გიო ცალკე მოვიწევ და უკვე საერთო კოლეგიალურ საკითხი კოლაბორაცია. კოლაბორაცია. ხო, რაც შეეხება კიდე ბევრი რაღაცის გაკეთება შეიძლება ძალიან ბევრი მკლავჭდელი არის საქართველოში მოყვარული, დამწყები, პროფესიონალი და შესაძლებელია რომ გაკეთდეს ხომ ორ თვეში ერთხელ რაღაცა შეჯიბრები იყო რამოდენიმე წლის უკან სხვათა შორის თბილისის მერია ასპონსორებდა ესე რომ ვთქვათ და ზაფხულის თვეებში მიგქონდა ხოლმე კლავჭიდის მაგი და პარკებში ვარკეთილში ჰუალინგთანაც გადამიტანია მე პირადად კლავჭიდის მაგიდა და ზაფხულში ხალხი რომ მოძრაობდა რაღაცა იქ დავდგავდით მაგიდებს ანუ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ კიდე დანის პარკში და ბევრ სხვადასხვა პარკებში და აი ესეთი რაღაცეები უფრო პოპულარული გახდეს კი და რაც თავარია საქართველოს კლავჭიდის ეროვნულ ნაკრებს უნდა კონდეს თავისი დარბაზი რომ სპორტსმენებმა კლავჭიდელმა ეროვნული ნაკრების სპორტსმენებმა მოიყარონ თავი დარბაზში დღეს საქართველოში თამამად ვიტყვი რომ ერთადერთი კლავჭიდის დარბაზი არის გლდანში კლავჭიდის აკადემია სადაც კლავჭიდის ეროვნული ნაკრების წევრები და პროფესიონალი კლავჭიდელები როგორიც არის ზირაქაშვილი რავი და კიდე სინაძე და რავი რამდენიერთი ჩამოვთვალო ეს ბიჭები მოდიან პარასკევობით და ხელს აწევენ ხოლმე და ყველას ახალ დამწყებ თაობას ხო უხარია რომ ამ ბიჭებს ხვდებიან და ნახულობენ ცოცხალი ლეგენდები არიან კაცო და უხარიათ და იმათთან ერთად რომ ხელს წევენ და რავი ძალიან მოხარია ეს რაც არის შეჯიბრებები აუცილებელია მე თუ მკითხავ ექნება ნაკრებს თავისი დარბაზი რო ერქმეო რომ აი ეს არის კლავჭიდის ეროვნული ნაკრების დარბაზი დღეს და ხვალ საქართველოს ჩემპიონი რო გახდება და პრიზიორი რო გახდება ის რომ ნაკრებში დადგება უკვე ამას უფლება კონდეს რომ მივიდეს და იმ ნაკრებში ივარჯიშოს რომ უფრო მეტად განვითარდეს და უფრო მეტად წარმოადგინოს თავისი თავი ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატზე შენ რო შენთან დარბაზში ვარჯიშობ კი მაგარი ხარ საქართველოს მოიგემარა წახვედი და სიტყვაზე ვამობ გურჯანში დარბაზში შენთან ვარჯიშობ შენ წახვედი თელავში ვარჯიშობ მე წავედი გორში ვარჯიშობ კი ვარჯიშობთ თავებს ვიკლავთ მაგრამ ეს ხალხი უნდა შეიკრიფოს და ერთად უნდა ივარჯიშოს შეკრებები არანაირ რა ვიცი აი რამდენი წელი ამ სპორტში ვარ მე პირადად ხო აი ხო გეუბნებით რამდენი წელი ამ სპორტში ვარ და ზბორი რა არის არ უყოფილი ვარ ზბორზე არ უყოფილი ვარ ორჯელა მაქვს ორჯერ ვიყავით ერთხელ იყო არენაზე ზბორი უნდა იყოს რა თქმა უნდა როგორც ყველა სპორტსმენები შვება ისე წავიდნენ და მე მაგალითად კლავჭიდს რო ვიწყებდი ბოდიში გაწოდნებ ოცნებად მქონდა რომ საქართველოს ჩემპიონატი გამختارიყავი სამ ჩემპიონატი გამختارიყავი მხოლოდ იმის გამო რომ ნაკრებში ვისულიყავი და მე ვარჯიში იმიტომ რეალურად გუნდი მანდიკრება და დღესდღეობით მე თუ მკითხავ ახლა ჩემი პირადი აზრია ძალიან დიდი პრობლემა აქვს მაგ კუთხით რა საქართველოს პროფესიონალი სპორტსმენები კლავჭიდელები და ჩემპიონები ანუ აი ერთ გუნდად არ არის ბევრი რა კი არ არის და ყველა თავის კოზირს რაღაც პონჩი ინახავს არაჩვენებს სხვას და ამასობაში ხა მთელი გუნდი და მთელი პროფესიონალები ერთად ვარჯიშობდნენ ბევრად სხვა შედეგები დაიდება და ბევრად სხვა მუხტი და ემოციაც იქნება რა ბოდიში გიორგი რაღაც პატარა პერიოდი ხო იყო რომ არენაზე ვარჯიშობდა მაშინ ნაკრები და იდეალური შედეგები დაიდო თუ გახსოვთ აი რა ვიცი რასაც ქვია ყველა წონაში ევროპაზე სოფლიოზე ხო ევროპაზე და მსოფლიოზეც შედეგები კეთდებოდა ყველა წონაში აბსოლუტურად. მერე ის რაღაცა პერიოდი მერე კორონა მოუწია რაღაცები და დაიშალა. ხო და აი ეს არის ჩემი სათქმელი ყოველთვის რომ ეროვნული ნაკრებს უნდა კონდეს დარბაზი სადაც ეროვნული ნაკრების წევრები ივარჯიშებენ და ის ახლად ჩამოყალიბებული სპორტსმენები რომლებიც საქართველოს ჩემპიონ პრიზორები გახდებიან რომ წავიდნენ და ამ ბიჭებთან ერთად ივარჯიშოს. კლავჭიდი არის ისეთი ტრანული სპორტი არის და ღმერთმა ყველა კარგად ამყოფოს, შეჯიბრის წინ ვის რა დაემართება კაცმა იცის. აი არის იმის ალბათობა ხომე რომ ვიღაცამ ხელი იტკინოს. პირველმა ნომერმა ღმერთმა არქნას ყველა სპორტსმენი ცოდუა რომ რაღაცა დაიზიანოს და იტკინა ხელი, ხო?
შესაბამისად წვრთნელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ ერთი ჩანაცვლეს მეორეთი. ეს მეორე უნდა მოიძიოს სადღაციდან. აბა სად არის? ვარჯიშობს, არა ვარჯიშობს, როგორი ვარჯიშა, რა ვარჯიშა, რა არის ვარჯიშა და აი ეს არის ძალიან ცუდი. უნდა იყოს ნაკრები და კიდევ ნაკრები უნდა იყოს, რა თქმა უნდა, მაგრამ დიდი პრობლემა კიდე ის არის, რომ არა აქვს ამ ნაკრების წევრებს და სოფლიოს და ევროპის ჩემპიონებს ფინანსური ხარე ხელშეწყობით. ხო, ეხლა სოფლიო ჩემპიონი რო გახდები და უნდა ვთქვა რა მინიმალური ხელფასი გექნება, მინიმალური კი არა, კლავჭითი მინიმალურიც ეგ არის და მაქსიმალურიც სოფლიო ჩემპიონზე არის 500 ლარი. ხო. 500 ლარით ნაკრებში იაროს, ოჯახი შეინახოს თუ ივარჯიშოს. ხო, თუ მოემზადოს. აი ეს არის ძალიან მისახედი რა. ვერც გაამტყუნებ იმს, რომ ეს არის დარბაზიც რომ გააკეთო, ხო, და ყველა დაიბარო, რომ აი დღე 2 შაბათი, 4 შაბათი პარასკევი, თუ 3 შაბათი, 5 შაბათი უნდა იარო ნაკრებში, ხო? და რო ვერც მოვიდეს ის სპორტსმენი, ვერც ამტყუნებ, იმიტომ რომ იმას ოჯახიც აყავ მისახედი. რაიონიდან როგორი იაროს აქ, როცა 1000 საქმიან გასაკეთებელი. ამ პირველმა ნომერმა ოჯახიც უნდა შეინახოს, იმ რაღაც მიზერული თანხით. ნაკრებშიც უნდა იაროს, ვიტამინიც უნდა დალიოს. შემდეგ ევროპისაც. ხო, და ევროპის უნდა მოემზადოს და ყველაფერი იდეა, ან როგორ აი არ ვიცი, როგორ შვებიან და როგორ შვებოდი მე პირადად ამ ყველაფერს და ან შენ და ან ყველა ნებისმიერი იმ მიზერული თანხით, რასაც ნაკრების წევრებს აძლევენ რა. ეს ყველაფერი, რა ვიცი, ალბათ უნდა გადაიხედოს და უნდა რაღაცნაირად გამოსწორდეს რა. მაგ კუთხით, ეხლა ჩვენ ისეთი სპორტი ეხლა ოლიმპიური არ არის სამწუხაროდ და რეალურად საქართველოში რაც ოლიმპიური სპორტებია, უმეტესად დაფასებულია მაგრამ ხელფასის კუთხითაც, ვიტამინების კუთხითაც, ანუ აძლევენ რა, ანუ მე ჩემთვის პროფესიონალი სპორტსმენი ნიშნავს იმას, რომ მყავდეს მწვრთნელი, მყავდეს ექიმი, მყავდეს ანუ ყველაფერი მქონდეს, გარდა ერთადერთი ფიქრი უნდა მქონდეს საზრუნავი, რომ უკეთესი გავხდე და იმ შეჯიბრზე რომ გავალ გავიმარჯვო. დანარჩენი, ანუ მე არ უნდა მიწევდეს მაგალითად ფიქრი იმაზე, ბილეთი როგორ ვიყიდო, სად უნდა ჩავიდე, რომელ სასტუმროში დავრჩე, საკვებიდან ამადი საიდან ისაქნა, რომელი უნდა დავლიო, ანუ რაღაც კუთხით ფუფუნებათაც აღვიქოთ, მაგათ როცა რეალურად ეგ ფუფუნება არ არის, ანუ 7 მილიარდ ადამიანში რომ შენ სოფლიო ჩემპიონი ხდები, ეს პატარა რაღაცა არ არის. თუნდაც კლავჭიდი იყოს, თუნდაც ნებისმიერი სპორტი, ანუ 7 მილიარდ ადამიანში ხარ ერთი. ანუ მანდ უნდა ფასდებოდა რეალურად. მე თუ მკითხა რაღაცა კუთხით ბიზნესის ჩართულობაც აუცილებელი არის. იმიტომ რომ ეხლა მაგალითად მე ვფიქრობ, რაც შეიძლება მეტი შეჯიბრებები უნდა ტარდებოდეს, რომ შეჯიბრებები არ ვითარებს რეალურად სპორტსმენებს. დღესდღეობით შეჯიბრებების დეფიციტი გვაქვს. მაქედან გამომდინარე, რომ ახალი თაობა მაგალითად ერთი საქართველოს ჩემპიონატზე გაიასპარეზე, მაგრამ მე შემდეგ საქართველოსამდე არაფერს არ რეალურად წელიწადში გვიწევს სულ 3 შეჯიბრი. საქართველოს, ევროპა და მსოფლიო. კი. მეტი არაფერი. აი მან რო იყოს ახლა კლუბის, აი ხა მე დაწყედა საწყისი და ან მომეწონა მე მაგალითად კლუბები რო ჩამოყალიბდა და სპორტსმენები რო ესენ იმიტომ რომ ყველას არ ექნება იმის შესაძლებლობა რომ შეჯიბრზე იასპარეზოს და ძალიან დიდი სურვილი მექნება რომ თვითონ კლუბის ჩემპიონატებიც ჩატარდეს და ჯერ კლუბში გაერკვეს ვინ არის ჩემპიონი, იქიდან დამსახურებულად საქართველოსზე ვასპარეზოს და იქიდანაც მე გავუშვებ. მაგალითად მე პირადად ახლა აკადემიაში ბევრი ბავშვები ყავს მე პირადად და გოჩასაც და ჩვენს ბიჭებში მე ჩემებში ჩავატარე შეჯიბრი რომ გამომევლინა ერთ წონაში 2 კაცი იმან თავისა და რა ვიცი ეს ამობენ რომ ყველამ ესე ჩაატარა იმიტომ რომ 15 წლამდელებში 60 კილოში მაგალითად 7 კაცი მყავდა და ყველას პრეტენზია ჰქონდა რომ ახლა დამწყებია უხარია და ყველას უნდა შეჯიბრზე გამოსვლა და აბა ვინ მოიგებს ვინ რაღაც ჩაუტარე მე შიდა შეჯიბრი და პირველი და მეორე ადგილზე გასულები მეთქი პირველზე და მეორეზე რომელიც გახვალთ თქვენ წახვალთ საქართველოს ჩემპიონატზე ესე ჩაატარა გოჩამაც ჩვენთან დარბაზში ყოველ შემთხვევაში ესე მოხდა და ეხა იქაც როგორ არის იცი უკვე დარბაზში ერთ დარბაზში რო უკვე ესეთი კონკურენცია არის ხო ის ბავშვებიც უფრო მეტს და მეტს აკეთებენ რა
ერთმანეთის იმიტომ აი შიდა კონკურენცია ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველთვის ანუ რო ყავს ვიღაც გვერდით ვინც შენზე მეც აკეთებს ხედავ და მაგის გამო შენ ვეღარ მიდიხარ სადღაც შეშებზე ვერ გადიხარ რა თქმა უნდა გაძლევს мотиваციას და საჭიროა კი ხო და აი ესე განვითარდება სპორტი რო შიდა კონკურენცია რო მაღალი იქნება ჯერ ისედაც განვითარებით რა განვითარებულები კი არიან რაღაც დონეზე მაგრამ საჭიროა ბევრი შეჯიბრები ძალიან ბევრი შეჯიბრები მაგ ხრივაც ჩვენს ვაპირებთ რაღაც გეგმები გვაქვს ჯერ ისევ მუშაობის პროცესში ვართ და გვინდა რომ მაგ ხრივაც ჩავერთოთ რა იმიტომ რომ ჩვენც ვთვლით და ვფიქრობთ რომ აუცილებელია რაღაც სისტემატიური სახე გქონდეს რომ ადამიანებს ან სპორტსმენებს გქონდეთ იმის შანსი რომ პრაქტიკა მიიღონ რა თუნდაც ჩვენ შეჯიბრებზე გამოსვლით და მერე მზად იყვნენ საქართველოს ჩემპიონატისთვის არა ისე რომ რაღაც ვიღაცებთან სადღაც დარბაზებში წერდნენ ხელს, არამედ შეჯიბრზე გადიოდნენ, იღებდნენ პროფესიულ გამოცდილებას რა. კი, კარგია. მინდა კიდე ერთი აღვნიშნო, რომ როგორც კრავჭიდის აკადემიაში, ასევე პარაგანვითარების ცენტრშიც ვარ წვრთნელი შშმ პირებისა და თქვენი გადაცემის მინდა რომ მადლობა უთხრა პარაგანვითარების ცენტრის უფროსობას, რომელმაც უსასყიდლოთ ესე რომ ვთქვა, შეგვიკედლა უკვე წლებია და პარაგანვითარების ცენტრში შშმ პირები სრულად ადაპტირებულ დარბაზში გადიან წვრთნას და ვარჯიშებს. ძალიან დიდი შვება არის ამ სპორტსმენებისთვის, იმიტომ რომ ყველანაირად ადაპტირებული არის მისასვლელი, ჩასასვლელი და ინვენტარი აბსოლუტურად და შედეგებიც სახეზია, რომ ჩვენი პარასპორტსმენები ერთ-ერთი შეუდარებლები არიან და უძლიერესი პარასპორტსმენები ყავ, ისთვისაც მადლობას ვუხდი ამ ჩვენ გოგო ბიჭებს, ძალიან მაგრები ხართ და რა ვიცი, მწვრთნელებზე რაც დამოკიდებული იქნება, ჩვენ თავებს არ დავზოგავთ, არც მე და არც დანარჩენი მწვრთნელები, რომ თქვენ განვითარდეთ და ჩემპიონები იყოთ და თქვენ იხაროთ და დროშა აწიოთ, რა თქმა უნდა, დიდ ასპარეზზე. ძალიან კარგი მოსასმენია ეს, რომ ასე ჩართულები არიან ქართულ თუნდაც სპორტის განვითარებაში და ვისურვებდი, რომ სხვა სტრუქტურებიც და კერძო სექტორიც ასევე დაინტერესდეს, რაღაც რესურსები ჩადოს ამაში, რომ მე ერთიანად იქნება რა ეს პროგრესის და შედეგიც მარტო ერთი ადამიანი და ერთი რაღაც კლუბი და ადამიანების ჯგუფი ვერ მოახერხებს იმას, რომ მთლიანი სპორტი გახდეს პოპულარული და ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც ჩვენი რესურსი ჩავდოთ ამაში რა. როგორც საუბრაშიც მოყვა ჩვენსას, რეალურად ბიზნესის ჩართულობაც ერთ-ერთი აუცილებელია ქართული მკლავჭიდისთვის. იმიტომ რომ კომერციული კომპანიებიც არის, რომელსაც ძალიან დიდი დადებითი ქმედება შეუძლიათ რომ განახორციელონ თუნდაც ფედერაციასთან, თუნდაც პროფესიონალ სპორტსმენებთან, ამასობაში ამასთან ერთად რამდენი პარა მკლავჭიდელი ყავს. აი შენ როგორ ხედავ მაგალითად, აი რა შეიძლება რომ აი თუნდაც ბიზნესის სექტორმა გააკეთოს სპორტსმენებისთვის. აი ჩართულობას რა შეხედავ? როგორი რაღაცა იცი ეხლა ტიპიურები ხო მაინც სპორტსმენები რაღაცას სწავლენ, იმუშავებენ რაღაც და ამ სიტყვაზე ვიტამინს და რაღაცას იყიდიან და ეს პარასპორტსმენები არიან დამოკიდებული თავიანთ პენსიაზე. საქართველოში არის უამრავი ვიტამინის მაღაზიები, ვინც ვიტამინებს ყიდიან და ამით რაღაც შოულობენ ასე ვთქვათ, ბიზნესი აქვთ რა. კარგი იქნება და მოხარული ვიქნები თუ ეს ხალხი გამოხატავს ინიციატივას და ამ ჩვენ პარასპორტსმენებს ელემენტარული რაღაცა რაც ჭირდებათ ამით თუ დაეხმარებიან რაიმე ვიტამინით რაღაცა ხო შეიძლება რა ეხლა არ არის ეს სპორტი ოლიმპიური რომ მაინდა-მაინც ოლიმპიური ჩემპიონი გახდეს და გამოჩენილი იყოს, მაგრამ არიან მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები. მაგალითად ვიტყვი, ლაშა მიქავა 2 წელია, ორივე ხელში მსოფლიოს ჩემპიონია. და არავის ერთი ვიტამინი არ უჩუქებია, ხო შეიძლება რომ ვიღაცა ანუ კონკრეტულად ვიტამინზე მაქვს რა საუბარი რა. ხო, კიდე არიან დავით ელოშვილია, ეს ჩემთან ვინც ვარჯიშობენ და ვინც ჩემთან არ ვარჯიშობენ, სხვაებიც ხო არიან სხვა სპორტსმენები. ძალიან კარგი იქნება თუ ამ სპორტსმენებს
ამ პარასპორტსმენებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს თუ გაუწევენ სპონსორობას ვიტამინების მხრივ. ამით არაფერი დააკლდება ეხლა ორი სახეობის ვიტამინი რომელიმე კომპანიამ ამ სპორტსმენებს აჩუქოს, რა ვიცი, მაგით არაფერი დააკლდება და მაგრამ ესენი გაიხარებენ და სახელიც იქნება კი, მაგაზე რეალურად თუ იქნება შესაძლებელი ძალიან არაბულმა აღნიშნა და მგონი უკვე მესამე გადაცემაში ვიძახი ადამიანს, რომელსაც მილიონი გამომწერი ყავს, ადამიანს, რომელსაც ყველანაირი ბიზნესი აქვს და ყველანაირად დღესდღეობით ყარად დგას თავის ცხოვრებაში, იმას შენი სასპონსორო პაკეტი აღარ ჭირდება რეალურად რა. არიან დამწყები სპორტსმენები და არა მხოლოდ დამწყები სპორტსმენები, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონები, რომლებიც დღესდღეობით არც ჩანან და მაგაზე რეალურად კეთილ საქმეს და ამასთან ერთად ფასეულს, იმიტომ რომ თითოეული სპორტსმენი მსოფლიო ჩემპიონატზე გადის და მსოფლიო ჩემპიონი ხდება და ამას თვითონ მსოფლიო უყურებს. ვერაფერს ვერ გააკეთებთ, იმიტომ რომ იქ ზუსტად ისეთ სპორტსმენს, რომელსაც დაასპონსორებ, ეგ არის გაკეთებული კეთილი საქმე და ეგ რეალურად ბიზნესის კუთხითაც შეხედა უკეთესი გამოხმაურებაც მოყვება რა. ჩემი აზრი ასეთია და მაგასთან ერთად არის რა საკვებიდან ამატებთან ერთად ძალიან ბევრი სხვადასხვა ფაქტორია, რაც ჭირდებათ სპორტსმენებს. ძალიან ბევრი რაღაცა, მანუალური თერაპია, მასაჟი, იქ ვიტამინები, იქ მომზადების ის და ნუ შემოპირებზე ხო კიდე რამდენი რამე არის და თუ ვინმე დაინტერესდებით და გთხოვთ რომ დაინტერესდეთ, თუნდაც ჩვენ გამოგვეხმაურეთ, თუ არა და აღწერაში იქნება ჩვენი პრეცუს ლინკიც და ნებისმიერ სპორტსმენთან დაკავშირებით თუ ვინმეს გექნებათ სურვილი რომ დაასპონსოროთ, ჩვენს მაქსიმალურად მოგიდგებით ყურადღების კუთხით რომ მოგაწოდოთ დაგაკავშირებთ და ჩვენგანაც მაქსიმუმს გავაკეთებთ რომ ეგეთ სპორტსმენებს უფრო მეტად გავულამაზოთ დღევანდელი ცხოვრება რეალურად რა. ხო ეს ამათი ცხოვრება ეს არის რომ სპორტი და სახლი და მეტი არაფერი. ანუ რეალურად სხვას არაფერს არ აკეთებენ ეს გოგო ბიჭები და თუ ვინმე გამოჩნდება ისეთი რომ ხელი შეუწყოს ამ სპორტული კუთხით განვითარებაში, დიდად მადლობლები დაგრჩებით და ვიქნებით. კარგი, მოდი გადავიდეთ გადაცემის იმ ნაწილზე, სადაც ჩვენ სტუმარს ვთხოვთ ხოლმე 5 საუკეთესო კლავჭიდელის დასახელებას. ანუ ხო, წონის და რაღაც კატეგორიების მიუხედავად, აი შენთვის 5 საუკეთესო კლავჭიდელი ისტორიის განმავლობაში რა. სოფლიოში? სოფლიოში. პირველი ჯონ ბზენკი. უდაოდ ჯონი იყო და არის, რა ვიცი, ნომერ პირველი. ანუ ჩვენთან ხო არის ხოლმე პირველ მეორე ადგილზე. ნუ პირველზე ყოველთვის ჰალკი, მეგონი ხო 4-ვე გადაცემაში ჰალკი დაასახელეს პირველად. ჰალკი ქართველია და რაღაცა, მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, რომ თვითონ ჰალკსაც არ ეწყინება და დღეს თუ ხვალ მოვა ამ გადაცემაში და ალბათ ის სიტყვის, რომ კლაუჭიდი წამოვიდა, მე ესე ვფიქრობ ჯონ ბზენკისგან, ისი რა ვიცი, ეგრე არის და ორი ქართველები რომ ჯონ ბზენკს ძალიან ისე იცნობდნენ, მე მქონდა იმის ბედნიერება, რომ 2005 წელს პირადად შევხვდი და ხელი ჩამოვარდი და ანუ ახლოს ნახე ეს კაცი და რავი თავისი ხელის აგებულობით გაოცებული ვიყავი მაშინაც და ეხლაც გვაოცებს ამ ასაკში რამხელა ძალა აქვს. ამდენი წლის განმავლობაში და ამდენი თაობის გამოსვლა და მაინც პირველი ნომერი იყო ხოლმე. ანუ პირველი ჯონი. ჯონი კი. მეორე ძალიან ბევრი არიან, აი ქართველები სუბიექტურადაც შენთვის ის არის ხო რა, ობიექტურად არ ვფიქრე ხა, შეიძლება ვიღაცა სხვას თვლიდეს, მაგრამ შენთვის ვინ არის? ვიღაცა არაცხინოს ეგ მომენტი ჩახსენდა. ხო. მე მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი კიდე საუკეთესო ქართველი მკლავჭიდელად მე ესე მიმაჩნია დამწვრთნელათაც გამთენაძე ირაკლი. აი მაგის გამოსვლებში შეჯიბზე რო უყურებ ძველ გამოსვლებს, ეხლა ჩემსავით ისიც ცოტა არ იყოს მოტყდა უკვე, მაგრამ რო უყურებ თავის შესაძლებლობის მაქსიმუმზე კი დემეც აკეთებს რა. და ირაკლის ერთ-ერთი ირაკლი გამთენაძე, ვიტყვი რომ ერთ-ერთი კიდე კარგი და მაგარი სპორტსმენი.
გავაყენოთ მეორე ადგილზე იყოს, კი ბატონო. ნუ ლევანი ახლა ლევანია და არ ეწყინება რომ მესამეზე იყოს, იმიტომ რომ სულ პირველზე არის. აქ მაინც იყოს. ხო, აქ მაინც იყოს, აქ იყოს მესამეზე, დანარჩენი სულ პირველზე იყოს ყველგან. ხო, მესამეზე. კიდე პარასპორტსმენს ვიტყვი რა. არის ესეთი პარასპორტსმენი ბესიკლები არის. კახელ ხალხს ვეძახი გიორგი კასრელიშვილი. პარასპორტსმენია. 5-ჯერ თუ 6-ჯერ არის შეჯიბზე ნამყოფი სულ ევროპაზე და სოფლიოზეც. და ბოლო სოფლიოდან რო ჩამოვიდეთ, ჩემი მოსწავლეა რა ესე ვთქვა. ბოლო სოფლიოდან რო ჩამოვიდეთ, ესეთ რაღაცას მინდა. ფრეწო, უნდა დავანებო თავი, ეს კახური კილოთი რა თამეთი. რა აზრი აქვს აბა? გახურებასაც ვერ ვასწრებ, ისე ვიგებ შეჯიბსაო. ანუ თვითონ ადამიანი არის ეხლა ამ ეტაპზე არის 74 კილო. გამოდის კატეგორიაში 85 კილოში. 85 კილო კატეგორიაში და ხელის პრობლემა ხან ხელი არ აქვს და აი რასაც ქვია, მართლა ჰალკია რა. ოღონდ პატარა ჰალკი არის. ჯერ რავი, შეჯიბრი ხო არ წაუგია თავის კატეგორიაში არაფერი. ამ სოფლიო ჩემპიონატზე, ბოლოს სოფლიო ჩემპიონატზე თავის კატეგორიაში 85-ში ხო თვითონ მოიგო და პლუს 85-ში ჩემპიონს, პრიზიორს და ვიცე-ჩემპიონსაც მოუგო მინდა გითხრათ. ძალიან ძლიერი ბიჭი არის და წარმატება გიურს. ხო, აი მაგისთვის არის ეს გადაცემა, რომ მაგალითად არ ვიცი, ხო, ბევრმა არ იცის ეს ადამიანი და ძალიან ნიჭიერია თან ამ ყველაფერთან ერთად. აი ელექტროობაში, აი უდაოდ ნიჭიერი ადამიანია, ძალიან შრომელია. აი თითქოს ეს გადაცემა იმას დაუთმეთ, მაგრამ უნდა ვთქვა რა, უმამოდ გაზრდილი ბიჭია, უწესიერესი ბიჭია, კახელი კაცი არის, კაცხელი ბიჭი არის და უმამოდ გაზრდილია, ოქროს მედალზე სკოლა აქვს დამთავრებული და რა ვიცი, აი უმაგრესი ადამიანი არის რა. გიო გენაცვალე, მაგარი ადამიანი ხარ და ჯერა რომ სულ პირველი იქნები. ეგ 4 ხო? ეს მე-4 იყო და მე-5. რა, მე-5 ვინ? ჩემზე კარგი ვიღა უნდა იყოს. მე-5 ესე ვთქვა. მე-5-ს ვიტყვი ლუკა ცინაძეს. ლუკას ასწავლები გააკეთა. ლუკა ცინაძემ მოუგო ისეთ ადამიანს, რომელმა ადამიანმაც 2015 წელს მე მომიგო ფინალში. აიდარ ხანს. და გასაც გული მოვიფხანე ლუკამ რომ მოუგო რა. თან ვესწრებოდი იმ შეხვედრას. და ლუკა არის ძალიან პერსპექტიული სპორტსმენი და ლუკა ძალიან ბევრ სიტყვის ხო, მე დარწმუნებულა რომ 10%-იც არ გაუკეთებია, ჯერ იმის რასაც გააკეთებს. ძალიან ბევრ სიტყვის და ძალიან მაგრად დაამახსოვრებს ქართული კლავჭიდის გულშემატკივარს თავს. იმიტომ რომ არის ძალიან შრომელი, დისციპლინებული და უდაოდ მაგარი ბიჭი არის. ვაჟურის აი გადაცემაში მაგას ვეუბნებოდი შენ კარიერაზე, მეტად უფრო აღთოვანებული შენი პიროვნები თუ არ კი, რაღაცას სწავლობ. და ჩემთან დარბაზში ძალიან ხშირად არის და რომ მოვა და ფრეწომას როგორ ხარ და რაღაცა ბავშვები ფრეწომას მეძახიან და რაღაც რამამას კაც ტოლები ვარ, კაც მე მინდა ხომე რომ იმასავით ახალგაზრდა ვიყო და ტოლები ვარ მეთქი რაღაცა. ძალიან კაი ადამიანია, აი უკეთილსობილესი და უპატიოსნესი ადამიანი არის ლუკა და ბევრ წარმატებას უსურვებ, როგორც სხვა დანარჩენს, ისე ლუკასაც. კიდე ძალიან ბევრი არის, რომელ ერთი თქვა, თვითონ აი თითები არ გვეყოფა იმდენი ძლიერი და თავარი აქ ის იყო, რომ აი სუბიექტურად ჩვენთვის 5 გამორჩეული მკავშირდელი და ძალიან ლოგიკურად ჩამოვაყალიბე, რატომაც თქვი ვინ რომელ ადგილზეც დაასახელა. კი, ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და იმედია რომ ძალიან ბევრი კიდე კარგი თაობა წამოვა. აი კიდე მინდა აღნიშნო რომ მთელი ჩემი ცხოვრება, თემი სპორტული კარიერა გამოდიოდი 55 კილოში რა, ესე დავიწყე და დაახლოებით ეგრე მივყევი, ბოლოს გამოვედი ცოტა 70-ში და 65-ში და მაღლა თორე. მინდა აღნიშნო რომ ეხლა 23 წლამდელებში საქართველოს ჩემპიონატზე ყველაზე ძლიერი წონა იყო 55 კილო. აი, რასაც ქვია, უმაგრესი ბიჭები იყვნენ
დაჭამეს ერთმანეთი, რასაც ქვია და ეხლა დიდებშიც მიიღებენ ეს ბიჭები მონაწილეობას და ძალიან მაგარი მე მაინტერესებს 55 კილოწვანეთი კატეგორია ზოგადად ისეთი წონა არის რომ ძირითადად იკლებთ ხო ძალიან ბევრს დაკლება გიწევს რომ ჩახვიდე მაგამდე ხო აი შენზე მეც პირადად გაქვს ჩემთვის ნათქვამი რომ ძალიან ბევრს იკლებდი ხოლმე და ჯანმრთელობაზეც ეგ გურტყავს ძალიან სულად ხო აი რას ფიქრობ ზოგადად აი მსგავსი ანუ ბევრი კილოს დაკლებას რო ცდილობენ იმისთვის რომ რაღაც კატეგორიაში აღმოჩნდნენ სპორტსმენები რამდენად არის გამართლებული და რას ფიქრობ ზოგადად მაგაზე რა ამ სპორტის სახეობაში ყველა იკლებს წონას აბსოლუტურად აი ჭიდაობაში გაკეთდა ესეთი რაღაცა დღეს რო აიწონებიან ხვალე ანუ შეჯიბრის მერეც აბარებენ წონას და ანუ 7 და 8 კილოს აღარ იკლებენ როგორც მე ვიცი რა ვიცი მე ბოქსშიც მასი არის მეც ხო მე ვიცი რომ ბოქსშიც მასი არის და სხვა სპორტებშიც არის ეგ კლაუჭიჩი ეს არ არის ჯერ და თუ ესე იქნება აი ამ მიმართულებით თუ წავამ კლაუჭიდიც ხო უფრო ბევრი სპორტსმენი შეინარჩუნებს ჯანმრთელობას ასე რომ ვთქვათ რა 9 და 10 კილოს აღარ დაიკლებენ ფიზიკურად მეორე დღეს ვეღარ ჩააბარებ წონას ხო და რა ვიცი ერთი კარგი გაკეთდა ისა რომ კლაუჭიჩი იუნიორ ჭაბუკები რომ გამოდიოდნენ და 3-4 დღით და ერთი კვირით ადრე იწონებოდნენ დიდებში აღარ წონიდნენ და წეღან აღნიშნე აიდარხანს რომ მოუგო მეთქი წინაძე მე როცა მომიგო აიდარხანმა მე ვიყავი 57 კილო აიდარხანი იყო 72 კილო ჩემ გვერდზე და გასასწორზე რომ დავინახე მეთქი ამას რანაირად უნდა მოუგო იმ ხელასხაობა იყო 5-6 დღით ადრე იყო აწონილი ხო და ეს რაღაცა შეიცვალა და კარგია რომ შეიცვალა იმიტომ რომ სხვა სპორტსმენი იჩაგრებოდა ესე რომ ვთქვათ სად ეხა გუში რომ ეწონა შავაბარებ და შანო ერთ კვირაში ხო და ნელა რა მე მგონი კლაუჭიცაც ეშველება რაღაცა რა ნელა უცნობისგან კი 28 წელია წერანაც აღნიშნე რომ ყოველი ახალი წელი იმით იწყება რომ ოლიმპიადაზე შევდივართ და ალბათ ერთხელაც გათენდება ეგ დღე რომ შენი აზრი წინაზე განვიხილეთ ეგ ამბავი რა არის პრობლემა რატომ ვერ შედის კლაუჭიდი ამდენი ხანი ოლიმპიურ სახეობებში შენი აზრით რა არის ეს პრობლემა რა მე იდეა ხო არ გაქვს ჩემი აზრით ეს პრობლემა არის რომ ბევრი კატეგორიები არის შიშომპირებში აი რომელი ერთი უნდა ამოიღონ ალბათ მაგაზე მსჯელობენ ან თუ მსჯელობენ საერთოდ იმიტომ რომ არის ხელის კატეგორია, ფეხის კატეგორია, ყური, თვალი, ცერემბრალი. ანუ მე როგორც ვიცი, ანუ ეგ აუცილებელია, რომ დაუშვათ პარაოლიმპიადაზეც უნდა იყოს და ოლიმპიადაზეც სპორტი. არის საუბარი იმაზე, რომ ჯერ პარა უნდა შევიდეს და მე მეც ეგ ინფორმაცია მაქვს და მაგიტომ. ამ პარაშიც არის ახლა გარკვეული პრობლემები, იმიტომ რომ ხო ჩამოვთვალე ამდენი კატეგორია. ხო და ამდენი კატეგორიაში ხა რამდენი ხარჯია, რამდენი ანუ სრული 2 დღე მაინც უნდა მკლავჭიც. რომ სრული 2 დღე დაუთმონ რა, მე რა ვიცი და ალბათ მაგიწო რომ და ის ამბავი როგორ მაგ ამბის მოგვარება როგორ შეიძლება შენი აზრით შესაძლებელი არის რომ რაღაც კატეგორიები გაერთიანდეს და უშუალოდ და შემცირდეს სადღაც მაგას ხედავ პრობლემად რომ მას ბევრი კატეგორია არის იმის შანსი რომ რაღაც კატეგორიები ერთ კატეგორიაში გაერთიანდეს. მე როგორც ვიცი იყო საუბარი რომ ყურის კატეგორია საერთოდ არ განიხილება და თვალის კატეგორია იმაში ოლიმპიადაზე. და იყო ესეთი საუბრები რომ უნდა იყოს მხოლოდ ჯდომში ეტლით მოსარგებლეები და დგომში. და აი ეს დგომში ვერ ჩავწვდე იქამდე დგომში ახლა კი დგომში არის ხალხი რომ ფეხის პრობლემა აქვს და ორივე ხელში გამოდის. ესენიც ერთმანეთს შეხვდებიან და ხელის კატეგორიის ხალხიც იმათ შეხვდება თუ ის ცალკე იქნება აი მე არ ვიცი რა. ო მაგრამ მე მაგათაც რაზე მაქვს რაღაცა მან კითხვები იცი ანუ ეს სადაც ბრეიქ დანსი შევიტანეთ და სადაც კორლინგია ოლიმპიური სადაც რუსები დოპინგზე დაიჭირეს როგორც მახსოვს. ანუ აი ჩვეულებრივ მე შეიძლება მგონი ნუ შეიძლება ახლა რაღაცა წონები შეიკვეცოს იმიტომ რომ რეალურად მარტო კლაუჭიდის წონებით რო წავიდეთ მთელი ოლიმპიადა მარტო კლაუჭიდი იქნება მაგრამ შეიძლება რომ ახლა მაგალითად რაღაცა 5 წონეთი კატეგორია ჩამოყალიბდეს
აი როგორც არის ხო მაგათაც ჭიდაობაში, ხო? რაღაცა 59, მერე 63, 67. ეგრე შეიძლება ხა 5-20 კილოთი ფიზიკურად ვერ შეძლებენ. მაგრამ მაინც გონია რომ შესაძლებელია რა, ხა ბრეიქდანსის წესების გათვლა თუ არის შესაძლებელი და გოლინგის. კი, შესაძლებელია. რაც შეძლებელია, მოაბა. შესაძლებელი არის რა თქმა უნდა, მაგრამ რამდენად მოინდომებს სოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ანუ მაგაზეც ხوارის დამოკიდებული. ანუ რეალურად ერთი კაი კომერციული ხარისხიანი შეჯიბრებები უნდა ჩატარდეს, პატარა კომუნიტი შეიკრას, რომ ჩვენი ძალა გქონდეს, ასე რომ ვთქვა და მე იმინა გამომდინარე უკვე ფედერაციებიც თავისთვის რაღაცებს დააბალანსებენ ჩვენთან კომუნიკაციაში. სოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი აქამდე ეხლა არის ხო არის ჰაჯი ტოდოროვი ბულგარელი. აქამდე იყო ამერიკელი. რა ერქვა, აღარ მახსოვს. ის კაცი რო ყოფილიყო ამერიკელი. რა ვიცი, რატომაც გონია რომ კრაუჭიდი უკვე ოლიმპიური იქნებოდა. მე ესე მგონია, რომ მაინდა-მაინც თავს არ იტკიებს იმაზე, რომ ეს სოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი რო ერთი ადამიანს რო განსაზღვროდეს ხო ამ ხელებში. ხო, არ იტკიებს თავს იმაზე, რომ ოლიმპიადაზე შევიდეს. მე ესე მგონია და რა ვიცი. ხო, არ ვიცი რა არის მაგის მიზეზი, მაგრამ აუცილებელია ეგეთ პროცესში კომუნიკაცია, რაღაც დათმობებზე წასვლა, თუნდაც აქედან მხრიდან თუ ეგ არის აუცილებელი, რომ რაღაც თუნდაც წონები შეიკვეცოს, კატეგორიები გაერთიანდეს პარაში, ეგ რაღაცები და გაკეთდეს მაგისთვის, რომ დააჩქარონ ეგ პროცესი, რომ მართლა მეც ბავშვობიდან მახსოვს, რომ კლაუჭიდი ხდება ოლიმპიური სახეობა ყოველ რაღაც 4 წელში შეტანილია. ნუ რაღაცა აზიის თამაშები ჩატარდა თითქოს საჩვენებელი თითქოს და შევიდეს, რა ვიცი, ასე ველოდებით ამდენი წელია და იმედია სანამ ცოცხალი ვიქნები, ერთხელ მაინც მოვესწრები ამ ოლიმპიადის ნახვას. რეალურად ეხლა მაგ იმედს რო არ დავეყნონ და ჩვენი ასე რომ ვთქვათ, წვლილი შევიტანოთ. ეხლა მე და გიგა მაგალითად ვცდილობთ ეს YouTube-ი დავამუშაოთ, იქ შეჯიბრის ჩატარებაზე, ორგანიზებაზე ვმუშაობთ. აი მაგალითად აი როგორ ფიქრობ, რომ გავხადოთ კლაუჭიდი ისეთი, რომ კლაუჭიდელს შეეძლოს ამით ცხოვრება და ნუ ეხლა 500 ლარი არ იყოს. აი რაღაცა მე მაგალითად მაქვს ინფორმაცია, თუ არ ვცდები, რომ ეხლა ევროპის მასშტაბით ბევრ ქვეყანაში არის, რომ სპორტსმენს თუ ასპონსოროს რომ მე კომპანია, ის DGG-სგან თავისუფლდება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ მე მიმაჩნია რომ ძალიან თავისუფლად არის შესაძლებელი რომ აქ რამოდენიმე ხარისხიანი ორგანიზაცია ჩამოყალიბდეს, სადაც შეჯიბრებები ჩატარდება, როგორც ახლა ისტვესტია მაგალითად და ისტვესზე იმდენად არიან გადართულები, ანუ თუნდაც ბიუჯეტურად და მატერიალურად. მაკედანაც ნელ-ნელა უკვე ცვლილებები არის და თითოეულს მაინც აქვს ეს შესაძლებლობა რომ იცხოვროს. აი რანა ბიჯები უნდა გადაიდგას და აი საიდან ფიქრობ ამ ცვლილებების დაწყებას, რომ აი რაღაცა ხვალზეგ ერთ გუნდად ჩამოყალიბდეს ეს ყველაფერი და ეს ქართული კლაუჭიდიც იმ საფეხურზე ავიდეთ რეალურად, სადაც იმსახურებს რო იყოს. ჩემი აზრით ისევ და ისევ სპონსორების მოძიებაა საჭირო. და კომპანიები, რომელიც რო ასე ვთქვათ, რაღაც გარკვეულ თანხას გაისვრიან იმისთვის, რომ სამომავლოდ ამ სპორტსმენებმა გაუწიონ დიდი რეკლამა და პოპულარიზაცია იმ ბიზნესის წარმომადგენელიც ჩადებს თანხას ამ სპორტში. ასე სხვანაირად ეხლა სხვა ქვეყნის სპორტსმენებს რო ხვდებით რაღაცა, ხო ესეა თუ ისეა საუბრობთ ხოლმე რაღაც და ყველა ამობს, რომ უმეტესობა ამობს, რომ სპონსორი, ანუ ძირითადად სხვა ქვეყნის ნაკრების წევრები არიან დაყრდნობილები სპონსორებზე. რომ აი ამ დამასპონსორა ვიტამინებით იქნება, გზავრობა იქნება თუ საკვებიდან ამა ყველანაირად რა. და ესენი მე ჩამოდიან ზოგს რისმა ისურიაცია, ზოგს რაღაცია, ანუ თავისებურად როგორც შეუძლიათ ისე უკეთებენ რეკლამას. ეს რაღაცა შეიძლება რომ ჩვენმა ქართველმა ხალხმაც გააკეთოს და არა მარტო ქართულმა, საქართველოში მქონი ბიზნესი ვისაც აქვს რა. ეხა სადრო საქართველოში
4 მილიონი ვითომ ვართ, მაგრამ არც ვართ 4 მილიონი ადამიანი დაგინახავს და სად კიდე სოფლიოს და ევროპაზე რო წახვალ და ყველა 50 და 70 ქვეყნის წარმომადგენელი რო დაგინახავს, რომ აი გიორგის არ უთნაოს აცვია სიტყვაზე რომელიც კომპანიის მაისური. ესე იგი სპონსორია ის და ეს გიორგი რომ მაისურს ჩაიცნევს. მეგობარს თხოვს რომ ჩემი გულისთვის ხო შეიძლება შენ წაიცო და უკვე 2 და 3 რო ჩაიცნევს ამ მაისურს. უფრო მეტი ნახველი ეყოლება. მე ესე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში და შეიძლება ესეთი რაღაცა მაისური ახსენე და ბარემ ხელს მოგაწერინებთ ჩვენს ესტაფეტა მაისურზე. შენ მარკერი. აი პარასკევს ირაკლი რომ მოვა და ზედ მოვაწერო ეგრევე ჩვენთან დარბაზში. კი, ეგეც შეიძლება. მაგრამ დაგვიტოვე შენი ხელმოწერა ჩვენი გამომწერა. სად და როგორ და სადაც მოგეწონა. შენ მითხარი და მე გაგიწერე. აგერ მოვაწერ მეც. ვაი. შენი ხუთი ჩემპიონი ყავს. დანარჩენებიც მოვიდა. ფრეწომასი რომ იმეწერა. როგორც მაგრამ ხალისხობ ხოლმე. ფრეწომას. კარგი, ყველას მასი როგორი. კაია ხო. კარგი არის რომ ახალგაზრდებს აყვარებს ადამიანი თავს ეს როგორც ბევრმა. კი, შენ რა უნდა მეთქვა იცი კიდე? ამ გადაცემებში. ეს კაი ეს ჩვენ ესეა თუ სადაც კიდევ ჩანოვართ რაღაცას და ვართ. ძველი სპორტსმენები რომ მოიწვიოთ. მაგალითად ვეფხვია სამხარაძე. კი, ვეფხვია იყო ჩემი პირველი მწვრთნელი. ვეფხვი არის უმაგრესი ადამიანი და დიდად მოხარული ვიქნები ვეფხო რომ მოიწვიოთ აქ. და ალბათ მოიწვევთ. დიდი სიამოვნებით მოვიწვევ ხოს, იმიტომ რომ მე პირადად ვიცნობ და ძალიან კარგი ადამიანია, უკეთესი ადამიანია კიდე ვიდრე ჩემპიონის ძალიან მაგარი და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ახალგაზრდა ჩემპიონების ჩემპიონი. კი. და განსაკუთრებული რაღაც ხელი და აღნაგობა ჰქონდა, ესეთი რომ რაღაც ძიმეწონებსაც უჭირდათ ხოლმე მასთან გადაწევა. ძალიან მაგარი. ვეფხომ ეს ერთხელ წონა ისე დამაკლებინა, რომ სირცხვილით მეთქი პლაშოკები ისე როგორ წავიღო უკან რომ ერთხელ მაინც არ ჩავიცა და პროსტ ამოვიღე ჩავისი გავიხადე და დავდერე. სხვადასხვა ეხა მაგ კითხვით შემოვიდიოდი ვისისურვებდი მეთქი რომ იყოს შემდეგი და პირდაპირ ვიტყვი აუდიტორიასთანაც ბევრი ითხოვს ახალგაზრდა სპორტსმენებს, მაგრამ ჩვენი პირადი ინტერესი ჩემი ასეა რომ მინდა პირველ რიგში ისეთი ადამიანები მოვიდნენ ჩვენთან გადაცემაში, რომლებსაც თავიანთი ისტორია დაწერილი აქვთ. როგორც არის ფრეწო, როგორც იყო ბესო, ის ადამიანები, რომლებიც ქართული მკლავჭიდის შექმნეს. ახალ თაობასაც თავის დროზე ყველას მივადგებთ რა. კი, ლუკა სხვა მე როცა დავიწყე მკლავჭიდზე სიარული, ჩემთვის ერთ-ერთი მისაბაძი ადამიანი იყო ვეფხვია სამხარაძე. როგორც ადამიანი და როგორც სპორტსმენი. და რა ვიცი, ძალიან მაგარი ადამიანი. შვენიერი, ანუ ჩვენ აუცილებლად დაუკავშირდებით ვეფხიას და დავპატიჟებთ ჩვენთან. მადლობა ალექს მოსვლისთვის, დაფასებისთვის. გისურვებ წარმატებებს შენ სამწვრთნელო საქმიანობაში. მე როგორც ვიცი, გამოდიხარ კიდეც, ხო, მასტერებში? ვფიქრობ რა. ხო. მან და წარმატებები, გისურვებ რომ კიდევ გახდე სოფლიოს ჩემპიონი. ევროპის ჯერ და მერე სოფლიოსი. ენა მუყივლა. მან სოფლიოს ჩემპიონი უნდა გავხდე კაცო. რატომაც არა. კარგი, ევროპაზე არ გამოვა და პირდაპირ სოფლიოზე გამოვა. მაგრამ მე ვიცი რომ შენი ფოკუსი მაინც ახლა ბავშვებს რო ამზადებ, ალბათ უფრო მაგაზი არის და გისურვებ რომ მანდაც ბევრი წარმატება მოგიტანონ შენმა სპორტსმენებმა და რავი, შენს გადმოგცემ სიტყვას დაიმშვიდობე და აი გისურვებდი როგორც შენ ასბარეზობ. ანუ იმაზე ბევრად კარგად გამოსული იყვნენ შენი სპორტსმენები და ეს თავარია ნაკლები ტრავმი და მეტი შედეგი გქონოდეს რა. უღმესი მადლობა ისევ სტუმრობისთვის, ძალიან დიდი პატივია შენი ისტორიის მქონე ადამიანი რომ მოხვედი და უკვე პატივი და გვესტუმრა. და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ცხოვრების მასშტაბზე, პირად კარიერაში და ასევე შენ სამწვრთნელო კარიერაში. დანარჩენისთვის კიდე აი ევროპას და სოფლიოს რომ მოიგებ მე ვნახოთ კიდევ. მე საკე მოგიწევ მაგ საკითხთან დაკავშირებით.
უღრმესი მადლობა თქვენ. უმაგრესი საქმე გაქვთ წამოწყებული ქართული მკრავჭიდის განვითარებისთვის და პოპულარიზაციისთვის. და რა ვიცი, წარმატებებს გისურვებთ, ბევრ გამომწერს გისურვებთ და უფრო ფართო მასშტაბებზე გასვლას გისურვებთ რა. ყველაფერს ერთად ერთ მუშტად შეკრულები ყველაფერს უფრო მაგრად გავაკეთებ და გადავლახავთ რაც იქნება. ჩემი თავი შემოგევლო და თქვენ გვერდში მიგულეთ უსადმე რამეში დაგჭირდებით. კიდევ ერთხელ მადლობა ალექს, თქვენც მადლობა რომ გვიყურეთ, დაგემშვიდობებით ამით. გთხოვთ რომ დაალაიქოთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი, დაგვიკომენტაროთ, ხო, ზარის ღილაკიც გააქტიუროთ რომ მოგივიდეთ ხოლმე შეტყობინება რომ ვიდეო დაიდო და არ გამოგრჩეთ ჩვენი ვიდეოები. დროებით შემდეგ ვიდეოებთან.